საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, მოვედი. აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოვედი ჩემო ტკბილებო. მოვედი. აბა როგორ ვართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად. მოგესალმებით დიდი სიყვარულით, მადლობა ყველა თითოეულ თქვენთანაც, გაიხარეთ. მოვედი მეგობრებო. აბა როგორ ჩაიარა დღე? დღემო როგორ ჩაიარა? გაიხარეთ მეგობრებო, არა მიშავს, თავად როგორ გიკითხოთ. მოკლედ მოვედი თქვენთან ერთად დასტებსაც მოვამზადებ. დრაო, ანა მარია. რა იყო ანა მარია? ხარ დაგესიზმე წუხალ სიზმარში გოგო? მოგესალმე, ჩემო კარგო. როგორ ახარ? საღამო მშვიდობის მეთქი თქვი? შაირზე ხარ? სალამი. შაირზე ხარ კი? რატო რამე ჭამე დღეს? რამე ჭამე ანა მარია? შაიროვიჩი ვარო. მეგობრებო, ანა მარიამ გადაირქვა სახელი და არის ახლა შაიროვიჩი. დღეს გამოვიყენებ ჩვენს ახალ დასტას. გაშლა არის აგერ ტუმბოჭკაზე. ტუმბოჭზეა გაშლა, მეგობრებო. ხო. გაშლა გვაქვს ტუმბოზე, მომიტევეთ ახლა ესეთი ხასიათისთვის. ხო. აბა რა. ნუ ახლა სურვილისამებრ ლაიქები. მეგობრებო. თუ კი დაალაიქებთ, მე მადლობელი დაგირჩებით. თორემ სურვილისამებრ რა თქმა უნდა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. არა. საღამო მშვიდობის დავით. როგორ ხარ? მეგობრებო, რაღაცა ვერ ვზივარ კომფორტულად. ერთი წუთით მეგობრებო. ახლა კადრში რო არ გამოვჩდე. კადრში არ უნდა გამოვჩდე. ამიტომ ვიცუღლუტებ. ცოტას ვიცუღლუტებ. აი ესა. აჰა. მე მგონი ესე ჯობია ჩემთვის. მოკლედ მეგობრებო. ეხლა დავიწყოთ თქვენი ენერგიებით. გუშინდელი დღისთვის მომიტევეთ იმედია. გუშინდელი იმედია მაპატიეთ, უკვე მაპატიეთ იმედია. ნუ რა ვქნათ. ჩემი ლიკუნა თუ არის აქ? აი ჩემი ლიკუნა.
მოდი მეგობრებო, მე დავიწყებ ახლა თქვენი. ხო, ნუ რა აქვს, ხანდახან მომაკვტავებიც ვართ, რა პრობლემაა, ანა მარია? ხო. ხანდახან ანა მარია მომაკვტავი უნდა იყო, მეორე დღეს მტარი რო ადგე და გაცოცხლდე. აბა? აბა როგორ ახლა? შაიროვიჩი. ხო. ოხ, დავიჭირე კარტები. დავიწყებ ახლა მე თქვენი დახასიათებით. ახლა სანთელი კი ძალიან ეშმაკობს, მაგრამ ნუ გამაგრილებელი მაქვს ჩართული სხვანაირად უკვე ოთახში მეგობრებო გამორიცხული. ამიტომ დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით მე. ვინ ხართ და თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენი სიგნიფიკაცია მეგობრებო. რატო ხართ ესე? რატო გძნობთ ესე თავს მე არ ვიცი? რატო? დღეს მარტო იყავით როგორც ჩანს, კი? დღევანდელი დღე მარტოობაში გაატარეთ. კიდევ თქვენი ენერგიები. ზოგმა იფიქრა ვინ დამწყევლაო. ზოგი ამბობს და ფიქრობს ახლა გონებაში ატრიალებს. ნეტა ვინ დამწყევლაო. კიდევ თქვენი ენერგიები. რაღაცას მსჯელობდით დღეს თქვენს გონებაში. იხსენებდით იმ დიდ ტკივილს, რაღაც წარსულში, რაღაც გავლილ, ერთხელ გავლილ, რაღაც პროცესს იხსენებდით, გონებაში ატრიალებდით და ამაზე მსჯელობდით იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიდი ტკივილი გქონდათ ამასთან დაკავშირებით მეგობრებო. ხო. თქვენი ენერგიები. ხო. იქნებ თქვენი ტკივილი და თქვენი ცრემლები არავის არ ანახეთ. ხო, არ ანახეთ ის რომ როგორ ხელფეხშეკრულები ხართ. არაჩვენებთ იმასაც ადამიანებს, რომ აი მაგალითად ბევრი შარვლიანი ქალები მიყურებთ. ხო, ჩემო ლამაზო გაიხარე, როგორ ხარ? კირჩხიბი, ჩემო დედოფალა. ხო და კიდევ თქვენი ენერგიები. მიღება გაშვების და გაგების დონეზე მიიღეთ ეს თქვენი გავლილი ცხოვრება. კი, ძალიან გაგიჭირდათ, ძალიან რთულია ზოგადად ამის დავიწყებაც რთულია მეგობრებო მესმის. უბრალოდ თქვენს ენერგიებს ვკითხულობ. ბევრი თქვენთაგანი საუბრობს სულიერებაზე, სულიერ მეგობრებზე, სულიერ წარსულში. თითქოს წარსულში, ან წარსულიდან გადმოყოლილ ამ ურთიერთობაზე საუბრობთ. ან გინდათ რომ გყავდეთ ის ადამიანი თითქოს წარსულიდან, რომელიც თქვენია, ან თქვენი იყო იმ ცხოვრებაში და ეხლა ამ ცხოვრებაში ეძებთ. რაღაც ესეთია, ძალიან სიღრმისეული, ძალიან ისეთი გრძნობიარე ურთიერთობა. შეიძლება ეს იყო წარსულში და ეს ამ ურთიერთობაში ჩაერივნენ, ზამე შაწელს ნიშნავს იმას, რომ ჩაერივნენ ამ ურთიერთობაში და დაიშალა ეს ურთიერთობა. ანუ წარსულში ჩაბარდა, რაღაც ესე საუბრობთ მეგობრებო, კი? ძალიან ძლიერი ქალბატონები ხართ. ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, დაიმსხვრა თქვენ ცხოვრებაში ურთიერთობა, დაიმსხვრა თქვენი მომავალი გეგმები ოჯახთან დაკავშირებით, ეს დაიმსხვრა. დაიმსხვრა მეგობრებო, ნახეთ. ხო. თქვენი ენერგიები. ხო, თქვენი ენერგიები. სულ ურთიერთობაზე საუბრობთ. კიდევ გინდათ ცხოვრებაში ურთიერთობა. კი, ბევრი თქვენთაგანი კიდევ ფიქრობს, კიდევ უნდა, რატომაც არა. უნდა რომ კიდევ ერთი შანსი აიღოთ ცხოვრებაში, სამყაროში, უფალთან, გინდათ ეს სიახლოვე ადამიანთან გქონდეთ. ხო, აი რაღაცნაირად ურთიერთობაზე ფიქრობთ. კი, ფიქრის დონემდე გაქვთ, მეგობრებო. დანარჩენებს მომავალი შანს გაძლევთ, კი ნახეთ? კი მეგობრებო, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეუბნებით. ამ თქვენს ფიქრებს, გეგმებს, ოცნებებს არავის არ ეუბნებით. არავის საერთოდ, აი ესე პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული და მორჩა. არ შემეკითხოთ, მე წავედი. აი ესე ამბობთ. ესეთ ენერგიებში ხართ ჩემო ძვირფასებო. ესეთია თქვენი ენერგიები. ამოდან რა არის? დიდი სიყვარულით.
წახვედით დიდი სიყვარულით, ხართ დიდი სიყვარულით, აგრძელებთ დიდი სიყვარულით, გინდათ დიდი სიყვარულით, ელოდებით დიდი სიყვარულით, სურვილი გაქვთ დიდი სიყვარულით, ყველაფერი გინდათ დიდი სიყვარულით. თქვენ ამ ყველაფერს ინტუიცია გეუბნებათ. ბევრი თქვენთაგანი გრძნობს თავის ცხოვრებას. ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, ძალიან მინდა რომ აქ თვალყური ადევნო ვინმე მგუშინდელივით არ შემოგვიხტეს და მინდა რომ დაბლოკო იმ წამებში. წამებში რომ დაბლოკო. ხო. ხო, ჩემო ძვირფასებო, ესეა კი, ძალიან დიდი გულით, ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი ემოციებით, თქვენ გძნობთ თქვენს მომავალს. კი, თქვენ ელოდებით, თქვენ მოლოდინში ხართ, თქვენ მოლოდინის რეჟიმში ხართ. კი, სამყარო გაძლევთ მეორე შანსს, კიდევ ერთ შანსს, ვისთან მეორეა და ვისთან კიდევ ერთი. მე რამდენი არ ვიტყვით, ახლა მაგაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, უბრალოდ სამყარო გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგოთ. ანდა კიდევ ითხოვთ სამყაროდან შანსს. რომ საკუთარ თავს ბოდიში მოუხადოთ გინდათ და გინდათ რომ საკუთარ თავს აპატიოთ ის რომ ყოველთვის ხებზე გადაყოლილი იყავით და საკუთარი თავისთვის არ გეცალათ, ამიტომ გინდათ კიდევ ერთი შანსი რომ ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ასიამოვნოთ და ძალიან კარგია და მივესალმები. შენ რატომ დაგბლოკოს ანა მარია? თუ რამეს დააშავებ, დაგბლოკავს, აბა რას იზამს? ანა მარია, თუ რამეს დააშავებ, დაგბლოკავს. მაგი შენ კი არა მეც დამბლოკავს თუ დავაშავებ. გავთხილებული ვყავს. მეგობრებო, მოდით ახლა ჩაიფიქრეთ ადამიანი. ადამიანი ჩაიფიქრეთ. და ვნახოთ ახლა მისი ენერგიები. რა ხდებოდა დღეს მასთან? მისი ენერგიები მეგობრებო. ხო? მისი ენერგიები. ეს ადამიანი დედას ფიცავარ მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა სურათია. ეს ადამიანი ახლა გიყურებთ ინტერნეტში 24/7-ზე. ხო არ ხართ ფეხმძიმედ, ბავშვს ხო არ ელოდებით, ხო არ დაოჯახდით, ჩუმად ხო არ აკეთებთ ამ ყველაფერს ფეხმძიმობას. ხო, კიდევ მეორე შანსი ხო არ აიღეთ, ან იქნებ თქვენთან უნდა ამ ადამიანს კიდევ შანსი. რაღაც ამდაგვარი, ისეც და ასეც. ხო, თუ ვინმე არ გყავთ, მაშინ თქვენთან უნდა ეს სიტუაცია. და 24/7-ზე, 48 საათი, მეგობრებო, რა 24/7-ზე? 48 საათი ეს ადამიანი გაკონტროლებთ. ვის გავს აბა, ვის პარტნიორს გავს? ქერა, მუქი არა, ქერა, ღია წაბლისფერი თმები, მორიჟავო, ესე მაჩვენებს. ცოტა ისეთი ლამაზი ცხვირით, წვერულვაში, შეიძლება კონდეს კიდევ წვერულვაში, ხო რა ქვია მაგას, ხო, წვერულვაში. დავავიწყდა. ხო, იმიტომ რომ მე არ მიყვარს. მე არ მიყვარს წვერულვაში მეგობრებო, რა ვქნა, არ მიყვარს. ხა, ბავშვობიდან არ მიყვარს. ბავშვობიდან მძულს. ამის გამო მამაოც მძულდა და თუ კი ვინმე წვერი და ულვაში ქონდა, ისიც მძულდა. აღარ შევიძლია. ხო, ამიტომ მეგობრებო, ვის გავს? ამ ადამიანს უყვარს. მე რატო არ დავირეკე, რო გინდოდა? ხო. ამას უყურე ხო, ანა მარია, შენ რო იძახი, ხო იცი, სიმპათიო. ერთი შენი პარტნიორი როგორია დამანახო უნდა. ხო, გავაგრძელებ ახლა, მაწყვეტიებ გოგო, თუ არა დაგბლოკავ. ხო, ეს ადამიანი 24/7-ზე გაკონტროლებს მეგობრებო, კი? აი ასე, იცოდეთ რომ ორივე ნაირად გაკონტროლებთ. ვინმე ხო არ ყავთ და ბავშვს ხო არ ელოდებით? და თუ ეს არაა და კიდე მეორეა ისიც რომ თქვენთან უნდა ამ ადამიანს გაგრძელება. ხო. შეპყრობილია თქვენით. მოკლედ, ძალიან დიდ ტკივილს ანიჭებს ის, რასაც ხედავს. დროს ვკარგავოთ, რო არ დავკარგო. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს. აი ხო გეუბნებით ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ესეთი სწორი თმები. აი ხო გეუბნებით, აი ეს ტიპი, ესეთი ტიპი, ესეთი ჩაცმულობის ტიპი, მაიკა და საროჩკა, თუ რა ქვია ამას. კარტული არ ვიცი.
ხო და მოკლედ ასეთ სიტუაციაშია მეგობრებო. კიდე მისი ენერგიები, ამ ადამიანს ბოდიშის მოხდა უნდა. ბოდიშის მოხდა უნდა იმ უარზე, რომელიც გითხრათ თქვენ, უარი იყო წასვლა მისი თქვენი ცხოვრებიდან, გაქცევა, თავისი გაქცევა, გაუჩინარება თქვენი ცხოვრებიდან, ესე სიბნელეში გაპარვა, გაქცევა, გაქრობა, უჩინ-მაჩინივით, მეგობრებო და ამის გამო ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. ნუ ეხლა მე არ დამაყაროთ აქ პამიდორები. ხა. ეს ადამიანი ძალიან დიდ კარმულ გაკვეთილს გადის. თქვენ ხართ მისი კარმა, რო იტყვია, ნახეთ? შენ ხარ, ჩემი კარმა ვამბობს. ხა. თქვენ ხართ მისი კარმა. მიუკაკუნა კარმა მასე. ბაჟბატონს თუ ქალბატონს, მეგობრებო. ხა. კიდევ რა, თქვენგან შორსაა ეს ადამიანი. ხო, ეს ადამიანის სახეს არ გაჩვენებთ. ხო, ძალიან გაავებულია, თუმცა სახეს არ გაჩვენებთ. ძალიან მშვიდი გამომეტყველებით ხედავთ ამ ადამიანს, მაგრამ შინაგანად განადგურებულია მეგობრებო. ხო. აი ესა მონსტრი ზუსტად. ხო. კიდევ მისი ენერგიები. ხო გეუბნებით, სახეს არ გაჩვენებთ. თქვენ ეხლანდელი მისი ნამდვილი სახე არ იცით. თქვენ ხედავთ მხოლოდ ზედაპირულად ამ ადამიანს. ხო. ეს ადამიანი ამბობს, რომ რამდენი შენ დაგინახავ, იმდენიო ცხოვრება მინდებაო. აი ხა არ გავახმოვანებ აქ რაც წერია, ხო, ეს მინდებაო, კექსი მინდებაო, ხო, მეგობრებო, კექსი მინდებაო, რამდენი შენ დაგინახავ, კექსი მინდებაო. სუსტი გულის ადამიანებმა არ მომისმინოთ ეხლა, რა ვიცი. რა ვიცი და რა მოხდება. ძალიან მომხიბვლელები ხართ მისთვის, ძალიან სექსუალურები ხართ, თვალის მომჭრელი სილამაზე გაქვთ რაღაცნაირი მეგობრებო, ზოგიერთებს რაღაცნაირი გამოხედვა გაქვთ, აი მზერაო რო იტყვიან. ხა. ზოგიერთებს პომადა გიყვართ, აი ძალიან ისეთი თვალების ამოღება გიყვართ, როგორ იცით, ფანქრით არა. აი ტუშს რო წაისმე, თვალებს რო აიპრიხავ მეგობრებო და ტუშს რო წაისმე, აი რაღაცნაირი ეშხი აქვს ამ ყველაფერს. კიდევ. ძალიან ბევრჯერ ეცადა ამ ადამიანმა თქვენგან წასვლა და განთავისუფლება ამ ურთიერთობიდან, მაგრამ არ გამოუვიდა. ბევრჯერ გარისკა მეგობრებო, კი. გარისკა თქვენგან წასვლა, ბევრჯერ გარისკა. ბევრჯერ უნდა თქვენი დავიწყება, მაგრამ არ გამოუვიდა. არა მეგობრებო. ყოველ ჯერზე ცდილობს, მაგრამ არ გამოდის. არა, არ გამოდის და არც გამოუვა მეგობრებო. ამ ადამიანმა რაც დაგიშავათ თქვენ მისი წასვლით, ხო? ეხლა პირიქით. ამ ადამიანს ისე შეუყვარდებით მეგობრებო და უკვე უყვარხართ, რომ ვეღარ ახერხებს თქვენს გონებიდან ამოშლას. გამორიცხულია. ყველაფერზე თქვენ ხართ, ყველაფერზე თქვენ სახეს ხედავს. აი თქვენ 24/7-ზე თქვენ უტრიალებთ გონებაში, მეგობრებო. სულ. რა დამწყევლეო ამბობს, დამწყევლეო, შენ მე დამწყევლეო ამბობს, მეგობრებო. შენ მე გამიკეთე რაღაცაო. არა და არაფერი არ გაგიკეთებიათ, მე ხო ვიცი. ამ ადამიანს შეიძლება ბევრჯერ თავის მოკლაც უცდია, ან უფიქრია. ცხოვრების დასრულებაზე უფიქრია. კი, მეგობრებო, ნახეთ, შეიძლება უფიქრია ზღვაში წავალ და თავს დავიხჩობოთ. რატომ არ დაიხჩო? ხო, ნახეთ, მიდის და ჩაძირული როგორაა. სერიოზულად უფიქრია სიკვდილზე, კი? უფიქრია იმაზე თუ რა მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული ადამიანი დაგკარგათ. კი, რა ფასეული ყოფილხართ მისთვის. ამაზე უფიქრია, კი, მეგობრებო, გაგიკვირდებათ, მაგრამ უფიქრია. ხო. ამ ადამიანს თქვენთან მეორე შანსი უნდა. კი. შერიგება უნდა. ურთიერთობაში შერიგება უნდა და შეცვლა უნდა ურთიერთობის. კიდევ ერთი შანსის გამოყენება უნდა. კი. ხო, კი მეგობრებო, უნდა, კი. უნდა. ბევრს ვეცდებიო თქვა. კი. კარმულ გაკვეთილებს გადის ახლა ეს ადამიანი. ტოქსიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. და აი, ხო გეუბნებით, ძალიან სექსუალურები ხართ მისთვის. ძალიან მიმზიდველები ხართ და მომხიბვლელები მისთვის. იქნებ რომელიმე თქვენთაგანი ესე აჩვენებთ ამ ადამიანს თავს, ესე ეპრანჭებით, ფარდის იქეთ, ეკრანს იქეთ, რა ვიცი, ვინ რას აკეთებთ.
ვინ ტანციმანცები, ვინ ცეკვავ ხართ, ვინ მღერი ხართ, ვინ იკვანწებით. ხო, ვინ რასაკეთებთ არ ვიცი, მეგობრებო, მაგრამ ხა, იქნებ ჰადეს ცეკვებს ცეკვავ ხართ, რა ვიცი, ხა ფარდა და თავსაფარი, მე რა ვიცი. არა და ძალიან მიყვარს ეს ვგიჟდები. ჰაბიბი, რომ იძახის. აი, აღარ შევიძლია. ხო. ძლის უზი ვარ, მეგობრებო, დედას ფიცა ვარ. რომ ვიცინი ვარ, ესე იგი ხერხე მალი ეკანება. რატო ვერ იცეკვე გოგო ოთახში რომ შეხვალ რა გაქვს ზორი? გამოხურე კარები და დაუარე განდაგანა. დოჩი რა არის? შენ ეტყობა ძალიან გაბრაზებული ხარ ჩემო კარგო. ხო, რაღაცა ძალიან გაგაბრაზა ეტყობა. ხო. დოჩი რა უნდა ქნა იცი? მასე კი არ უნდა გააკეთო. Don Quixote რომ ადადეკ. ისე უნდა გააკეთო. ხა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მისი ენერგიები კი, მხოლოდ შენ ხარ ჩემი ენერგია, შენ ხარ ჩემი ძალაო, შენ ხარ ჩემი ცხოვრებაო, შენ ხარ ჩემი სიყვარულიო, შენ ხარ ბედნიერებაო, ის ბედნიერება, მეგობრებო, სულიერი ბედნიერებაო, რომელსაც ერთ დროს მეწინააღმდეგებოდი. უბრალოდ შეხედეთ, როგორ საუბრობს კარტები. რომელიც დავკარგეო, რომელსაც ვერ გავუფრთხილდიო, რომელიც ვერ შევინარჩუნეო, რომელსაც მეწინააღმდეგებოდიო, მეგობრებო. შენ ხარ ის, ვინც აღარ მყავსვა. თუმცა ეს ადამიანი პერსპექტივაში მაინც ფიქრობს თქვენთან ყოფნას. ხო. ბებია უჭყავა ფოთში. კიდევ რა მინდაო, იმაინტერესებს. Скучаю за тобой. ესე იგი მენატრები ძალიან ვიღწვი და ვიბრძვი შენსკენო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს შენთან მოსვლისო. ამ გამოუვალი სიტუაციიდან გამოსვლისო. შენთან მოსვლა მინდაო მეგობრებო და კიდევ თავიდან ურთიერთობის დაწყება მინდაო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ეხა ეს კარტი რო ჩავცალო ბოლომდე მე, ხო. აი ესე ბინძური და ბინძურებული ფეხითა წასული. ხო. ნუ ვისთან რა ეხა სიტუაცია თქვენ თვითონ ეხა გადათარგმნეთ ჩემი თითოეული სიტყვა. ეს ადამიანი თქვენგან ნებისმიერი თქვენთაგანი ცხოვრებაში ცხოვრებიდან ძალიან ცუდად წავიდა. ძალიან ცუდად მოგექცათ. დაბინძურებული ფეხითა წასული მეგობრებო. ერთხელ წავიდა და ისე წავიდა რომ საერთოდ დაბინძურებული კვალი დატოვა. სიბინძურის კვალი დატოვა. ხედავთ ხო? კვალი დატოვა. თქვენ ცხოვრებაში კვალი დატოვა. ძალიან დიდი გულის ტკივილის კვალი დაგიტოვათ მეგობრებო. ხო. ამაშია საქმე. ნუ რა ვქნათ ახლა? თავის დავს დააბრალოს ახლა. რაც მოგივაო, ყველა შენი თავითო. ხო და აბატონო. დააბრალოს თავის თავს მეგობრებო. ხო. ნუ არა უშავს დავით. რაც ვიზამთ ახლა? ვერაფერს ვერ ვიზამთ. რაც არ ხდება, ყველაფერი ხდება კარგისთვის. მე ესე მაქვს გამოცდილი. როდესაც ადამიანები ესეთი დიდი გულის ტკივილით მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან, მანდვე ვართ ზუსტად, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს. გადავჩეხე კარტი. ჩვენ გვაქვს ახლა დღეს მაქვს მე ესეთი დღევანდელი ჩვენი ლაივის სათაური არის ჩემო ძვირფასებო, ესეთი ბრძნული და მჭერმეტყველური სათაური მაქვს დღეს. ვინ დაგიჩოქებთ და ბოდიშს მოგიხდით? ვინ არის ის, ვინც ბოდიშს მოგიხდით თავისი დანაშაულის გამო? ვინ არის ის ადამიანი? ვინ იქნება? ძალიან მაინტერესებს. ხო. არავინ არ ჩაიფიქროთ. არავინ არ ჩაიფიქროთ. ხო.
და რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში?